ეწერა ეგრე. ნახე შეხო სუნიტი ხარ რომ დამიზუსტო მაინც. მე მუსლიმანი ვარ. ხო, მაგრამ სუნას აღიარებ? მუსლიმანი ვარ. ხო, მაგრამ გასაგებია, სუნას თუ აღიარებ მაგას. რა ბიჭო, მუსლიმანი ვარ და ეხლა როგორც გინდა ისე გაიგე რა. ჩვენც ქრისტიანები ვართ, ოღონდ მართლმადიდებლები. ანუ მაგალითს რაც გეუბნები, იცი ავთენტური ჰადისი რომ მოგიყვანო სუნეთიდან, შენ ამას როგორც მუსლიმი აღიარებ თუ არა? ვინ გადაწყვიტა რომ ავთენტურია? ანუ საჰი ჰადისის კატეგორიას გულისხმობ, თუ საჰი ჰადისის კატეგორიას აღიარებ, ეგ რომ ითხრა. საჰის თუ არ აღიარებს, არ აღიარებს მაშინ. ვერ გავიგე. საჰის თუ არ აღიარებ, მაშინ არც ერთ ჰადის არ აღიარებ, საჰი და მუსლიმი არის ყველაზე ავთენტური ჰადისები და მეტი რა უნდა მოგიყვანოს ახლა. ყველაზე სანდო არის ყურანი. არ არის საკმარისი ყურანი? ყურანი საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ყურანში მაგალითად 114 სურა რო არის, საიდან იცი? ყურანში წერია სადმე? გინდა ყარა ხო ბევრი რაღაცა, აი მუჰამე მაგალითად ბევრ ამის მოგიყვან ყურანიდან რასაც ვერ გაიგებ თუ ის არ არის. ადამის სოლს რა ერქვა? სადმე წერია, აი ვარ ხუია, საიდან იცი? ჰადისებიდან არის იცი? ან ვის არა ხუია, როდის მოევლინა ყურანი, ეს იცი ყურანიდან? ხო თავისავად ჰადისებიდან იღებ ამაზე ინფორმაცია. რატო არ გაიგო ჰადისებიდან დავხვე და გაიგე ბიბლიიდან? აი ყურანში სადმე წერია რა პრობლემა რომ ბიბლიდან გაიგო მითხარი? რა პრობლემაა რომ ბიბლიდან გაიგო? გეუბნება ყურანი სადმე რო არ წაიკითხო ბიბლიაო? ხო, ანუ სანდო თუთლი თქვა, ანუ მაგაზია საუბარი. მაგაზე იკითხები, ანუ ჰადისებს თუთლი ავთენტურ წყაროდ რო გაიგო ჭეშმარიტად. ხო და რაღაცას რომ მოიყვან, მე მომიყვანე ყურანიდან რომ გადავამოწმე, ხა მაგ ჰადისს კონკრეტულ ჰადის გეტყვი. კონკრეტულ ჰადის გეტყვი ისლამ. ანუ უმარ იბნ ხატაბი ხო იცი ვინც არის? ვინა? უმარ იბნ ხატაბი ხო იცი? არ ვიცი. უმარი კი? მე ვიცი უმარი. არ იცი? არ ვიცი. მე ვიცი. ხო, ანუ უმარი ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ალაჰი მე დამეთანხმა სამ რამეში და იქ მოყავს სამი აიათი, რომელსაც ამბობს უმარი. და შემდეგ ალაჰი ეთანხმება მას და მუჰამედს ამის შემდეგ ეძლევა გამოცხადებები ამ აიათების, რომელიც შედის ყურანში. ახლა ხვდები რომ ჰადისი არ არსებობს ისეთი რაც ყურანზე ადრეა დაწერილი და არა, ჰადისი არის გადმოცემები, ხო ესეა? ხო და გადმოცემებზე არის აქ საუბარი, ვიდრე დაიწერებოდა ყურანი, მანამდე მომისმინე რამდენი ეგეთი ჰადისი იყო, ვინც გადმოცემდა მაგას და ანუ რამდენიმე ხო მოკლეს მაგის გამო რომ სიკვდილის რო აღიარა რომ ჩვენ იმდენი ცვლილება შევიტანეთ ჰადისებში და იმდენად შევცვალეთ რაღაცები რომ სრულიად დავამახინჯებთ ისლამს. ანუ მე მაგის დაზუსტება მინდოდა რომ შენ არ აღიარებ ჰადისებს, ხო როგორც მივხვდი? ხო და შენ მომიყვანე ხა რაღაცა ყურანიდან და იმაზე მე გაგესაუბრები და აგეცი, ხო? ხო და ეგ მაინტერესებს ნახე ყურანიდან მე შემიძლია ახლა ვთქვა რომ მაგალითად ყურანს ჯობია ვეფხვის ტყავსანი პირობითად, მაგრამ მე ხო სუბიექტურად ჩათვლი ამას. არა, რა გაგებით მხარი? აი მაგალითად უკეთესი რითმა არის, ზოგან უკეთესი აზრი არის გადმოცემული, ანუ ნახე შენ ხო ამბობ რომ რაღაცა ყურანის ბადალი უნდა იყოს, ხო? ამ შემთხვევაში თუ კრიტერიუმს არ ასახელებს, ანუ ეგრე მაგაგებით არ გაიგება ეგ. ანუ სხვანაირად გესმით ეს კი, რა თქმა უნდა, პოეტურად არის გადმოცემული, მაგრამ როცა ყურანს კითხულობ, ის გულსაც კი ეხება. და მასე ანუ არც ერთი სხვა ვერავინ ვერ შეძლეს გავსი წიგნის დაწერას რა. ერთი მაგალითად პატარა აიათი, რო თარგმნო რამდენიმე წიგნს გამოიყვან რა. ხო და აი გულს ეხება სუბიექტური მომენტი არის, მაგრამ ყურანი გითხრა რომ ჩვენ გულს არ ეხება და შეიძლება ეხება 114 სურისგან ხო შესწება ყურანი. აიდან იცი რომ 114 სურიდან შეგვიძლია. მე ვიჯო, ვესაუბრები ადამიანს და მადლობა ერთი წამი. არა, მაინტერესებს, არ ვიცით რა. დამახმარები შენ ერთი წამი და ვესაუბრები ხო ადამიანს. US კითხავს ესეც. კითხე რა, საიდან იცი? 114 სურისგან ხო შესწება ყურანი. არც ერთი წინააღმდეგობა არ არის. მოიცა, საიდან იცი? გინდა გითხრა წინააღმდეგობა. მითხარი აბა. კაი, ანუ ალაჰის გარდა შეიძლება თუ არა ვინმეს განდიდება ყურანში? განდიდება? ხო, განდიდება. ანუ მხოლოდ ალაჰი უნდა ადიდო და განდიდება რა? მხოლოდ ალაჰი, ხო? კარგი, მაშინ მეორე კითხვას დაგისვავს. გრამატიკული შეცდომა თუ არსებობს ყურანში, რომლითაც შეიძლება განდიდება ალაჰის გარდა სხვას მართებოდეს? გრამატიკული შეცდომა? კი.
ანუ თარგმანში თუ ორიგინალ ორიგინალში. არა. კარგი. მაშინ მე გეტყვი კონკრეტულ აიაც. ეს არის 52-მერვე სურა არის. და იქ ალლაჰს აქვს მუჰამედთან გამოცხადება და ეუბნება ესეთ რაღაცას. ანუ მერვე და მე-9 აიათები არის. თან წაგიკითხავ თუ გინდა. ნახე. მერვე, ანუ სურა რომელი და რომელი აიათი? 52-მერვე. სურა 48. 48. ეს არის მერვე და მე-9 აიათები. მე კითხე რა საიდან იცის რომ 111 სურაა, მაგრამ აინტერესებს. კი, ხო. მაგრამ აინტერესებს საიდან რატო ეგეთი. ამ შემთხვევაში დაშვებული გაქვს როგორც ხვდები. არაფერი ჰადისებიდან უნდა იცოდეს, ახლა ჰადისებზე არ მოყვება, იმიტომ რომ მეც მინდოდა ჰადისებიდან რაღაც მეთქვა. კი, თუ გინდა წაგიკითხავ ისლამ. ანუ გახვედი მგონი და შენ გელოდები. ხო, ანუ ნახე მერვე და მე-9 აიათი არის ესეთი. უეჭველად ჩვენ წარმოგზავნეთ მოწმეთ, ანუ ალლაჰი მიმართავს მუჰამედს. უეჭველად ჩვენ წარმოგზავნეთ მოწმეთ, מחარებლად და შემგონებლად. და ნახე მე-9 აიათიდან გრძელდება ესე: რათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. შეეწიოთ მას, ანუ შეწევაში დახმარება იგულისხმება, შეეწიოთ მათ, პატივი დასდოთ და ადიდოთ იგი დილით და საღამოს. ანუ დილს მიემართება ეს სიტყვები ალლაჰს თუ მუჰამედს. ნახე კიდე ერთხელ წაგიკითხავ. ალლაჰ. რათა ანუ ალლაჰს. ნახე შეეწიოთ მას, ანუ ალლაჰს უნდა დაეხმარდონ ეს რო დამიზუსტო. ნახე ნაცვალსახელი არის ერთი გამოყენებული. შეეწიოთ მას. პატივი დასდოთ, ანუ მას და ადიდოთ იგი დილით და საღამოს. ალლაჰის სარწმუნოებას და ალლაჰის შუამავალს შეეწიოთ. ანუ მაგ განმარტებაც არის მანდვე არ გითხულობ? არა, აქ განმარტება, ანუ თაფსირები ცალკე არსებობს კიდე, სადაც ეგ განმარტება აქვს, მაგრამ გრამატიკას საწყო თავისი წესები აქვს, ნაცვალსახელების წესები, ხო? ანუ სიტყვით არის ესეთი რაღაცა. როდესაც იყენებ ნაცვალსახელს, ნიშნავს, რომ მიემართება ბოლო სუბიექტს, ვის არის ნახსენები. ანუ სხვა შემთხვევაში ნაცვალსახელი ბოლო აზრს კარგავს. ანუ ბოლო სუბიექტი არის მუჰამედი ნახსენები, ხო? ანუ ორივე სუბიექტია შერათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. და შემდეგ ერთი ნაცვალსახელით გრძელდება საუბარი. შეეწიოთ მას, ანუ დაეხმაროთ, პატივი დასდოთ მას, რომელიღაც ციგნობა შეიშალა. ადიდოთ ის დილით და საღამოს. ან ნახეთ, დიდებაც და დახმარებაც მიემართება ერთ სუბიექტს. ან თუ დახმარება ალლაჰს მიემართება, მაშინ არ ვიცი როგორი ღმერთი გამოდის, რომელსაც ადამიანები უნდა დაეხმარონ შენი კონცეფციიდან გამომდინარე. და თუ მუჰამედს მიემართება დახმარება, მაშინ გამოდის, რომ მომდენო სიტყვებიც მუჰამედს მიემართება და დილიდან საღამომდე განდიდებაც მუჰამედზე გამოდის. ხედავ პრობლემას. შიშინი საიდან მომდის? თოყო შენგან მომდიოდა მეგონა. მოწაბე დავიმეთო. ანუ შუამავალზე არის აქ საუბარი, იგი რა ქვია, მიეხმარეთ, როგორც არის ალლაჰის დიდებაში. მოიყვანე ახლა, მაგრამ რაღაც მეგობრებო, ჩემი თხოვნა, მე ვინც ოდნა მაინც პატივს სცემს, ისლამს შეურაცხყოფას არავინ არ მიაყენებს რა, ამ ადამიანს შეურაცხყოფას ვინც მიაყენებს, ჩათვალე მე მაყენებს შეურაცხყოფას პირდაპირ, რავი, ხა მე ვინც შეურაცხყოფას მაყენებს, უკვე მე ვინც არ მითვალისწინებს, მე ვეღარაფერს ვეღარ ვეთქვი, ხა დაამიუთეთ და ის რა ვიცი ხა, სხვანაირად როგორ აქვს. არავინ აყენებს, არა, კომენტარი დავინახე რომ ანუ აყენებთ მაღაზი მეც ვთქვი, ხა მეც არ ვაყურდები კომენტარებს, სიმართლე ვერ ხედავ, ვერ ვასწრებ საკითხს. ფიქრობ რაღაცას და ეს მიისლობ. ეხა ისმის ისლამ და ეხა ამის მერე მე კიდე რაღაც კითხვა. ხო, ანუ შუამავალზეა ეგ საუბარი რა. ალლაჰის განდიდებაში. არა, ეგეთი რამე არ წერია. ნახე, სიტყვით გიმეორებ კიდე ერთხელ. შეეწიოთ მას, პატივი დასდოთ
მას, ანუ და ადიდოთ იგი დილით და საღამოს. ანუ სუბიექტი ნაცვალსახელი არის ერთი და იგივე. ანუ არაბულში 100 გამოისახება, ანუ ერთი და იგივე ნაცვალსახელი არის გამოყენებული სამივე ზმნასთან მიმართებაში. ანუ დასკვნა ეგეთი არის, რომ საბოლოო ჯამში განდიდებაც და დახმარებაც ერთ პირს მიემართება. თუ ამბობ, რომ მუჰამედი უნდა განდიდეს და განდიდება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, მაშინ აქვე წინააღმდეგობაში მოდის ყურანი თავისთავად. არ მოდის, მაგრამ ნერად მოდის. მეუბნება. შეეციეთ მას, ანუ მუჰამედზე აქვს საუბარი. ჯერ არის მუჰამედის საუბარი და განადიდეთ ალლაჰი. აი, მოდი სხვა მაგალითი რო გითხრათ. გაყევი დასახმარებლად, ანუ ზოგადად სიტყვა, ანუ საუბრობ ამ შემთხვევაში ნეოზე. ნეო უნდა მოვიდეს შენთან სახლში. დაეხმარე მას, რომ და უმასპინძლე, წაკითხე ყურადი და ადიდე იგი დილით და საღამოს და აქ რო შემდეგ განმარტება მივცე, რომ ამაში განდიდებაში ალლაჰი უნდა იგულისხმებოდეს და წინა სიტყვებში ნეო. ანუ აქ ხო ლოგიკა დაკარგული არის, ან თუ ნაცვალსახელი გრძელდება, წინადადება და ახალი სუბიექტი არ არის ნახსენები, მაშინ ლოგიკა ეს არის, რომ ერთი და იგივე პირს მიემართება. ეგ არაბული ენა ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, ეს ლოგიკა და გრამატიკა არის უბრალოდ, რომ ვითაც შეიძლება აზრის გამოტანა ზოგადად იყოს შესაძლებელი. ხო და მან ხო ისე განმარტება და ახსნა ხო არის. ხო და არ არის განმარტება, ეს სიტყვა სიტყვით ეგრეთ წერია. ნახე, განმარტება არის შემდეგ. ქართულად თარგმანში კითხულობ, ქართულად. არა, არაბულშიც რო წაიკითხვა, ეს სიტყვა სიტყვით თარგმანი. უბრალოდ მე არაბულად ვერ გამოვთქვა ესე, მაგრამ სიტყვა სიტყვით დაცვალსახელი რაც რითაც თავდება, ხო? არის ერთი და იგივე სამივე სიტყვასთან მიმართებაში. თუნ არაბულში ხმოვანი არ იწერება, იკითხება, ხომ იცი ეს? ელი როგორც იწერება. ის მე ამოგიყვან, აი დაელოდი შენ ის ამოგიყვან ამის. კარგი, თუ გინდა ეს თემა დავხუროთ ახლა, თუ დრამის განსხვავებულის დამატებას არაპირებ და ერთ კითხვაზე მე მაქვს უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ისლამთან. მუჰამედს ანგელოზი გამოეცხადა ხო შე როგორც გჯერა? თავარ ანგელოზი ჯაბრაელი. საწერია ყურანში. რომელ აიეთში რომელ სურაში მაინტერესებს. ქართულა მიეხმარე ძმაო შენს საწერია გამარჯობა. სალამი. როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მეც აი, ამდენი ხანი აქ წერ ხოლმე და ერთხელაც არ წამ. ბევრი ის არის მოდის მესიჯი ვერ ვასწრებ წაკითხვის. მუსლიმი ხარ ხო შენს? კი. ხო, აი შენს რომ მოგვეხმარო, საწერია რომ ყურანში რომ ანგელოზი გამოეცხადა მუჰამედს. 91-19-21 ქონდა წაიკითხე. რომელი? 91. კი ბატონო, ჭეშმარიტად იგია ძვირფასი შუამავლის გადმოცემული სიტყვა, ძალა აქვს მინიჭებული ტახტის მეუფის მხრიდან და ღირსეულია მის წინაშე, მორჩილი და სანდო. საწერია ანგელოზი, ან სადაა. 21-მდე წაიკითხე. 21-მდე წავიკითხე, მორჩილი და სანდო აღთავდება 21. და ვისაც მინიჭებული? ხო, საწერია ანგელოზი სადაა ნახსენები საერთოდ, ახლა ვაფშე არ არის ამ უხში არც გაბრიელი, არც ანგელოზი ნახსენები. ნახე, თავარი განცხადება თქვენი არის, რომ ანგელოზმა გაბრიელმა განუცხადა ღმერთისგან ის საწერია. კეთილშობილი მაცნე ითვლება ანგელოზი ჯებრაელი. მოიცა რატო ვინ საწერია ყურანში რომ კეთილშობილი მაცნე ითვლება ანგელოზი გაბრიელი. საიდან იგებ ამ ინფორმაციას მე ვერ ხვდები.
კეთილშობილი მაცნე ითლება ჯებრაილი. აი საწერია აი ყურანში მითხარი ხო წელი. საწერია, საიდან გავიგე რომ ამას მეუნები რომ კეთილშობილი მაცნე, მაგრამ საიდან გამომდინარე მეუნები. მე შენი აზრი კი არ მაინტერესებს, ყურანში საწერია მაინტერესებს. ანუ გადმოცემები ჰადისებით დასტურდება ჰადისები. და აქამდე მიყავს საუბარი. კარგი, ჰადისებს აღიარებ ანუ საბოლოოდ? ეხლა უყურე შენ ბუხარი რომ მოიყვანო, ბუხარი არის დაწერილი 300 წლის შემდეგ. ანუ აბა უფრო ადრინდელი რომელი არის მითხარი ჰადისები? ჰადისები ყველა გვიანდელია. ყველა გვიან არის დაკომპლექტებული ყველა ჰადისი. ყველაზე ჰადისების კრებული არის ბუხარი და საჰიჰ მუსლიმი. მაგაზე აუთენტური არ არსებობს. ისლამურ ტრადიციაში ასეა. ყოველ შემთხვევაში თუ არის წინააღმდეგები. Cooking. გაიხარი, მადლობა ნემ შეგეწიოს ხსნით. შეიძლება ის რო დაგელაპარაკოთ. კეთილშობილი მაცნე არის? კი, გაახ ამაზე პასუხი შენ. ამ შემთხვევაში. არა, მასეთ დეტალებში ან ჩოგბურთს ხარ თამაშობთ ახლა ბურთი გესროლო, მე შენ მესროლო, მე გესროლო. აბა დეტალებში ხა თუ ვერ ერთხელ ქართულ არა, მარტივად რო გითხრა რა, ანუ ყველას გვინდა რომ ნამდვილი ღმერთი მოხდეს. ეს თემა 2 წამი არ გადაიტანო და მე შენ თუ სხვა თემაზე გახსა საუბარი, მე ისლამთან დავამთავრე და მე ვისაუბრე. ისლამ, ანუ სადღაც ყურანში ხო არსად არ გიწერია, ვერანაირად ვერ ადასტურებ ყურანიდან რომ ეგ მან და გაბრიელი იგულისხმება, ანუ ჰადისების მომყვები რომ ჰადისებისაც გჯერა თუ არ გჯერა ჰადისი. ისა თვითონ ისლამში ვისაც მარტო ყურანი ჯერა თვითონ ერეტიკოსად ითვლებიან ეგენი ისლამური იმიდან ყურანის ერეტიკოსები თუ ესე ქვია მო აი ისლამ თუ გინდა გარკვიე და მე სხვა ვეროდეს რატო არ უნდა ჯერო რა პრობლემა მაშინ ჯერათ ანუ თავის ჩაულებრივ მიყვებით 6 წლის რო იყო აიშა რომ მოიყვანა ცოლად და 9 წლის რო იყო, როცა ისა ურთიერთობა ქონდა აიშა. მაგრამ ნახე, შენ რო ამბობ, რომ ერთ და იგივე სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. შენს ვიდეოებს ანუ უყურებ ხოლმე რა. რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ანუ მაშინ როგორი ტიპის ცხოვრება იყო, როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ, 6 სიტყვა, ანუ 6 ციფრი რას ნიშნავდა, რამდენს ნიშნავდა. ანუ ეგეთ რაღაცებზე ეხავე ან მაგარ რაღაცას გეტყვი. რატო გინდა რომ მინმანდე როცა ღმერთს ელაპარაკობ მაგას მაგარ რაღაცას გეტყვი ძალიან. ერთადერთი არის მათემატიკა არის, აი როგორი რაღაც არის, იცი რომ მათემატიკა არის ობიექტური ჭეშმარიტება, ანუ გარედამკვირვებელს არ ითხოვს, ანუ მაგაზე არ გეუბნები, ნახე. აბა ეხა მეუბნები რომ 6 მაშინ სხვა რაღაცას ნიშნავდა, ანუ არა, რატო ესე პირდაპირ იგებ იმას, როცა შენ თვითონ 6 წელი როგორ უნდა გავიგო სხვანაირად, ანუ 6 წელი მიწერია პირდაპირ და არა პირდაპირ როგორ ვინებ სულ ერთ და იგივეს იმეორებ, ეგ 6 წელი გაქვს ყველა ვიდეოში ნათქვამი და არსად არ მაქვს არც ერთ ვიდეოში ნათქვამი. ნახე, შეიძლება, აი ავიღოთ რა ვარიანტები, რომ მაგალითად შეიძლება ადრე ესე იყო, რომ ვიღაცას ცოლად ვიღაცის მოყვანა რო უნდა და პირობითად გეუბნები რა. 6 წლის რო იყო, მაშინ ამბობდა რომ ეს ჩემი ცოლი იქნებაო. აი ნახე რა წერია, აი შევამბობს რომ 6 წლის იყო. როგორ გითხრა, ჯავშნიდა რა. საქართველოში იყო ეგრე რომ აკონიდან აქორწილებდნო ხო გაგიგია. ხათი ნახე გეუბნები, შეხედე 6 წლის ვიყავი, როცა მომიყვანა წინასწარმეტყველად 9 წლის ვიყავი, როცა ურთიერთობა 9 წლის იყო. აიშა, როცა მუჰამედთან ჰქონდა ურთიერთობა და ეხლა თუ არგუმენტი ეგ არის რომ მაშინ შეკითხვა ისვამ 6 ანუ როგორც ეხლა ამ წუთას თანამედროვე გავიგე მომთავრებინე ბიჭო 6-6-ია კი ვიცი რატომ მედავები ახლა 6-6-ია 6-2 რო გამოაკლო 4-ია და 4 რო დამატო 10-ია ვიცით ეგა აი მადლობა დიდი რა ბევრჯერ რო იტყვი კი არ ნიშნავს რომ ანუ სწორი ხარ ვიცით რომ გეთახმები 6-6 არგუმენტი არ მესმის რას მეუბნები არ მახაურებინებ ეგრევე 6 რო გაიგორებ იმენა მიტევ ეგრევე და როგორ დაგი აი მიდი აბა გისმენ არგუმენტი რა არის მინდა გასამართლებლად რატო უნდა დაწვრილმანდე ამ თემაზე ეს წინასწარმეტყველს რომელსაც მიყვები 6 წელი სოლი 6 წლის მოიყვანა სოლი და 9 წლის იყო როცა იყო ამას თუ იაზრებ ეს მაინტერესებს თორე რამეს კი არ გეუბნები შენ თუ გინდა მიყევი ეგ მე საბოლოოდ
როგორ ველაპარაკები იცი ერთ უჯრედიან ადამიანს რო რაღაცა აი გონება ჩამორჩენის რო ელაპარაკებიან ანუ 6 წლის გოგოს თუ რაღაცა ბაუში თუ რაღაცას მოიყვანა ცოლად 9 წლის ჯერ ისიც არ ვიცით მე ამ დროს 9 წლის ხალი რა ანუ სადმე წერია რომ 18 წლის უნდა მოიყვანო 9 წლის იყო ბიჭო 9 აი 9-ზე გავიგე მაგრამ 9 წლის შეიძლება ძალიან მე მაგალითად ერთი ჩემი თოჯინებით თამაშობდა ქართული თოჯინები აუ თოჯინებით არა ისა შეჭირინე რა მაქსიმუმ ტალახში ჩამდა აფერი არის ხოლმე დაგიმტკიცო რომ თოჯინები თამაშობდა და განახო ბუხარიში დაგიმტკიცო ჰადისებში რომ თოჯინები თამაშობდა კი არ ვიგონე მე კი არ გეუბნები თოჯინები თამაშობდა გავიგე და ამ საკითხს თქვა ნახე მიზანი რა გაქვს ეგ ვერ დავამუღამ მე ნახე ერთ რაღაცას გეტყვი ნახე მე გეტყვი რა მიზანი გავარ ყველა